მოგესალმებით Redline-ის მაყურებლებო, მე ვარ ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი, მადლობა რომ თვალს გვადევნებთ და დღეს ვაპირებ რომ გესაუბროთ ბოლო 24 საათის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო პოლიტიკურ პროცესზე და მის განვითარებაზე. ქართული ოცნება ფაქტობრივად ამხილეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში და ეს არც მეტი არც ნაკლები გააკეთა სამი ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ესენი იყვნენ იტალიის, ესპანეთის და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები. ყველაფერი იწყება გუშინ საღამოს, როდესაც ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განცხადებები გაავრცელეს ირაკლი კობახიძის გამოსვლის საპასუხოდ, სადაც მან მადლობა გადაუხადა 5 ევროპულ სახელმწიფოს იმისთვის, რომ ქართველი ოფიციალური პირების მიმართ განკუთვნილ სანქციებს არ დაუჭირეს მხარი. ბევრისთვის მოსალოდნელი იყო და მათ შორის ჩემთვისაც მოსალოდნელი იყო, რომ ამ ჩამონათვალში იქნებოდა უნგრეთი და იქნებოდა სლოვაკეთი, თუმცა ძალიან ბევრს გაუკვირდა რა მოხდა იტალიის, ესპანეთის და რუმინეთის შემთხვევაში, რომლებსაც ირაკლი კობახიძე უხდიდა მადლობას. აი ამის შემდეგ უკვე საღამოს დავდექით ამ რეალობის წინაშე, რომ ამ სახელმწიფოებმა ერთმანეთის მიყოლებით ეს ინფორმაცია გამორიცხეს და პირიქით თქვეს, რომ საბჭოზე გავრცელებულ ყველა წინადადებას ისინი ეთანხმებოდნენ და იზიარებდნენ იმ სულისკვეთებას, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები არ მიმდინარეობს სწორი მიმართულებით და ამასთან დაკავშირებით საჭირო არის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. და დავდექით ამ მოცემულობაში, რომ დღეს დილით ძალიან საინტერესო იყო, რა სიტყოდნენ ქართული ოცნების წევრები, რა სიტყოდა თვითონ ირაკლი კობახიძე და როგორ ახსნიდა ამ ამბავს, აი ამ რბილად რომ თქვათ, ცდომილებას რა მოხდა, რა სტრატეგიას აირჩევდნენ ისინი, იტყოდნენ რომ ეს იყო რაღაც გაურკვევლობა, რაღაცა დაუზუსტებელ ინფორმაციასთან ქონდა საქმე და აი ამან გამოიწვია რომ ისინი შევიდნენ შეცდომაში, თუ აირჩევდნენ სხვა მეთოდს აი ამ ყველაფრის გასაბათილებლად. ამ შემთხვევაშიც არ ვიცი, გარკვეულწილად ჩემ მოლოდინს გადააჭარბა მათმა გაჟღერებულმა გზავნილებმა, მათ არათუ რაღაცნაირად უხერხულობა ახსნეს შეცდომით, არამედ პირიქით გადავიდნენ ასე რომ ვთქვათ ბრჭყალებში შეტევაზე, აი ამ პოლიტიკურ შეტევაზე და თქვეს რომ ისინი არიან მართლები, მათ ჰქონდათ დაზუსტებული ინფორმაცია, არაერთ წყაროზე დაყრდნობით და მეტიც აქ შემოგთავაზეს უკვე ძალიან საინტერესო და უცნაური კვლავ შეთქმულების თეორია იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს სამივე სახელმწიფო არის გაურკვეველი ძალების გავლენის და წნეხის ქვეშ და აი ამ წნეხის შედეგია სწორედ ის, რომ მათ ჯერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც მხარს არ უჭერდნენ სანქციებს და შემდეგ თავადვე უარყვეს მათი გადადგმული ნაბიჯი და სხვანაირად წარმოაჩინეს ეს ამბავი. როდესაც აი ამ თეორიას ავითარებდნენ, საინტერესოა რაზე დაყრდნობით და რა წყაროებზე დაყრდნობით საუბრობდნენ ისინი. ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოვარჩიე მისი განცხადებების შინაარსიდან გამომდინარე არის მამუკა მდინარაძე და დავიწყოთ მისი პრესკონფერენციის ერთ-ერთი პირველი ეპიზოდის მოსმენა და შემდეგ განვაგრძოთ განხილვა. თქვენ იცით, რომ მათ შორის ღია წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვა ქვეყნები უჭერდნენ მხარს საქართველოს. მაშინ უნდა გითხრან ეს სხვა ქვეყნები რომლებია. თუ არა ეს სამი ქვეყანა, მაშინ რომელი სხვა ქვეყანა? ვიღაცამ უნდა გაბედოს და დაასახელოს. მაგალითად, ლუქსემბურგზეც იყო საუბარი და რადგან ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით უტყუარად არ გვიდასტურდება და ლუქსემბურგი ირაკლი კობახიძეს საერთოდ არ უხსენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ღია წყაროებშია მოხსენებული. მათ შორის ღია წყაროებშია მოხსენებული დაუშვათ რუმინეთის. წარმოიდგინეთ იოზვიაკი, რომელიც ყოველთვის წინსწრებით ავრცელებს ხოლმე განცხადებას, ეს არის ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბიუროს ხელმძღვანელი თუ რედაქტორი ევროპაში ყოველთვის წინსწრებით ავრცელებს ხოლმე ინფორმაციას, რაც შემდეგ ყოველთვის დასტურდება. მათ შორის მის განცხადებაში, მის ინფორმაციაში ნახსენები იყო რუმინეთი. რატომ მოხდა ისე, რომ იოზვიაკის განცხადებაში იყო რუმინეთი ნახსენები, შემდეგ რუმინეთმა ყისვე, როგორც იტყვიან, უარყო ეს ინფორმაცია. ანუ რა ხდება ისეთი, რომ
ან იოზვაკი იტყუება დაუშვათ, ან რაღაც სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე, ჩვენ აღარ ჩავაყენებთ უხერხო მდგომარეობაში არავის, ალბათ ეს შეიძლება ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მაინც უნდა ითქვას. აწი თუ მხარს დაგვიჭირს ვინმე, ჯერ ვიკითხავთ ხოლმე ამისთვის მადლობა, რამე უხერხულობას ან პრობლემებს ხო არ შევუქმნით, ყოველ შემთხვევაში და ამის შემდეგ გადავუხდით ხოლმე მადლობას, მაგრამ ყველა შემთხვევაში ყველას მადლობა, ვინც ჩვენ მხარი დაგვიჭირა და როგორც ვრცელდება ინფორმაცია ეს ყველაზე მეტი ქვეყანა, მაგრამ უხერხულობაში აღარ შევიდეთ. აი აქ ვისმენთ ძალიან ბევრ ზოგად ფრაზას, რაც არის ძალიან დამკვიდრებული და ძალიან ცუდი პრაქტიკა. მაგალითად, ვრცელდება ინფორმაცია. რა ინფორმაცია ვრცელდება, სად ვრცელდება ის ინფორმაცია, ხო? შემდეგ ღია წყაროებში იყო გავრცელებული ინფორმაცია. ესაც ძალიან ზოგადი არის და არ არის მითითება კონკრეტულად სად იყო ინფორმაცია. ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული, რომელსაც არა თუ დავეყრდენი მე ან რომელიმე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქე ან ჟურნალისტი, ამას დაეყრდნო პოლიტიკური გუნდი მათთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში და ასევე საგულისხმოა აი ამ ზოგადი ფრაზების მიღმა უკვე დასახელებული კონკრეტული წყარო და ფორმა აი ამ წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის, ხო? მამუკა მდინარაძე ახსენებს რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, ევროპაში მომუშავე ჟურნალისტს იოზვიაკს, რომელიც ხშირად აკეთებს ხოლმე მართალია პროგნოზებს და პოლიტიკურ შეფასებებსაც, ანალიტიკასაც გვთავაზობს და ძალიან პოპულარული წარმომადგენელია მედიის. თუმცა, აქ არის განსაზღვრელი ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რასაც თავადვე მამუკა მდინარაძე ხაზს უსვამს, რომ ეს იყო წინასწარ გაკეთებული პროგნოზი, რომელსაც ვეყრდნობით ხოლმეო, ასე ამბობს, ხომ? ანუ გამოდის, რომ წინასწარ გავრცელებული გაკეთებული პროგნოზი კონკრეტული ჟურნალისტის, რომ კონკრეტული ქვეყანა მიიღებდა აი ამ გადაწყვეტილებას და არ შეუერთდებოდა სანქციებს, გახდა ერთ-ერთი საფუძველი რომ მათ გააკეთეს დასკვნის სახით შემოგთავაზეს ასეთი ამბავი, რომ კონკრეტულმა ქვეყანამ ამ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. აი ამის შემდეგ უკვე მამუკა მდინარაძე იმისათვის, რომ გაამყაროს აი ეს შეთქმულების თეორია, რაზეც მე გესაუბრებით, იწყებს უკვე გადადის ბრჭყალებში შეტევაზე და იწყებს კონკრეტულ ქვეყანაზე, რუმინეთზე საუბარს, რომელიც მისი შეფასებით არის ძალიან სუსტი გავლენების მიმართ და მოყავს მაგალითები, რომ სხვა შემთხვევებში როგორ მიუღიათ რუმინეთში გადაწყვეტილებები და ვისი გავლენიდან გამომდინარე და აი ამას ეყრდნობა, როდესაც ამბობს, რომ რა არის გასაკვირი იმაში, რომ ამჯერადაც რუმინელებს ჰქონდათ ჯერ სხვა პოზიცია, თუმცა მერე უკვე გარე ჩარევების დამსახურებით მათ ეს პოზიცია შეიცვალეს. ნახოთ ეს ვიდეო. რუმინეთი, რომელსაც რა აკადრეს და როგორ გააუქმებინეს მისი არჩევნები პირველივე ტურში, მის საკონსტიტუციო სასამართლოს რის მცდელობაც საქართველოშიც იყო, ალბათ ამ ხრივაც ვერ არის ვთქვათ კარგ მდგომარეობაში. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მადლიერები ვიქნებით დახურულ თუ ღია სხდომაზე თუ კი მხარდაჭერა იქნება მისგან, იმის მიუხედავად ამ შემთხვევაში იყო თუ არ იყო და ყველა შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ ევრობიუროკრატია დღეს თვად კარგ ფორმაში არც ერთი და არც მეორე გაგებით არ არის. ბრიუსელში ბიუროკრატები ცუდ რაღაცებს აკეთებენ. ფაქტია. ისინი ჩვენთვის აკეთებენ ცუდ რაღაცებს, ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროინტეგრაციას ძალიან უხეში ფორმებით. წარმოიდგინეთ, არ ვიცი რამხელა იყო ინტერვალი, მაგრამ 1 საათის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით 3 საკმაოდ ძლიერი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვეყნეს ასე კოორდინირებულად ესეთი განცხადებები. მე მგონი დასკვნის გამოტანა მარტივია და მე მეც ღმეში აღარ.
ჯერ საერთოდ რატომ არსებობს კითხვის ნიშანი, რომ ერთმანეთს მიყოლებით გაავრცელა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება ეს ცოტა გაუგებარი არის, იმიტომ რომ ძალიან მარტივია იმ დღეს გაკეთდა განცხადება საქართველოში და ეს ქვეყნები მოიხსენიეს სხვა კონტექსტში და შესაბამისად ამ ქვეყნებმაც განცხადებები თუ პასუხეს. ანუ ამაში უჩვეულო რა არის და რატომ არის გასაკვირი ეს ერთი საკითხი და მეორე მოისმინეთ თქვენ რომ აქ სულ სხვა თემა შემოიტანა მამუკა მდინარაძემ და უკვე გადავიდა ბრალდებაზე. რომ ბიუროკრატია ევროკავშირში ცუდ რაღაცეებს აკეთებს და მეტიც ისინი ხელს უშლიან საქართველოს ევროინტეგრაციას. არ ვიცი, აი ამ საკითხის დაკავშირება რამდენად ლოგიკური არის კონკრეტულ განცხადებებთან, არ ვიცი, ეს ამაზე თქვენ გააკეთეთ განმარტება და თავად გამოიტანეთ დასკვნები და გადავიდეთ ახლა კობახიძეზე. ირაკლი კობახიძეც მიყვა აი ამ სცენარს, ასე ვთქვათ, რომელზეც მანამდე ცოტა ხნით ადრე ისაუბრა მამუკა მდინარაძემ, მასაც არ შეუცვლია არაფერი ამ ტაქტიკაში, რომ ჯერ საზოგადოების დარწმუნებას შეეცადა, რომ ისინი ნამდვილად ეყრდნობოდნენ სწორ და უტყუარ ინფორმაციას და შემდეგ უკვე გადავიდა ისიც აი ამ ტიპის ბრალდებებზე. მაგრამ მე მინდა რომ ჯერ მიაქციოთ ყურადღება მის პირველ წინადადებას, რომელიც აი ამ საკითხზე ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმას მოყვა. პირველივე წინადადება მისი პასუხიდან ჩავართოთ ეს ვიდეო. მე გავაკეთე შენ განცხადება, 5 ქვეყანას გადავხადე მადლობა ქართული ხალხის მიმართ ხარდაჭერისთვის და გუშინ აქედან 3 ქვეყანა ჯიუდად ამტკიცებდა, რომ ქართული ხალხის მიმართ ხარდაჭერა მათ აზრადაც არ გაუვლიათ. ქართული ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის გადავუხადე მადლობაო, ამაზე მე წინა ვიდეოშიც ვსაუბრობდი, რომ ტოლობის ნიშნის დასმას ცდილობს ქართული ოცნების გუნდი იმ შეზღუდვებზე, რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა, უშუალოდ კონკრეტულად პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მიმართ ცდილობს, რომ აი აქ ტოლობის ნიშანი დაჯდეს ქართულ საზოგადოებასთან, მათ შორის ბოლო საკითხი, რაზეც მივიდნენ, ეს იყო დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება, აი ამ საკითხზეც როდესაც აკეთებდა განმარტებას, კობახიძე ამბობდა, რომ ეს არის ანტიქართული ნაბიჯი, ქართული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი და არა კონკრეტულად მისი და მისი პოლიტიკური გუნდის ქმედებებიდან გამომდინარე დამდგარი შედეგი, რომელზეც ახლა მსჯელობენ ევროკავშირის სტრუქტურებში. ამ შემთხვევაშიც პირველი რაც კობახიძემ გააკეთა აი ამ წინადადებაში სწორედ ეს იყო, რომ აი ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები რომ დაბლოკეს, ამის გამო მან გადაუხადა მადლობა და თურმე ხო ის აოცრებავ, რა უცნაურია, რომ აი ქართველი ხალხის მიმართ გადახდილ მადლობას აი ასეთი რეაქცია მოყვა. შემდეგ უკვე ირაკლი კობახიძეც მიყვება მდინარაძის ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ იყო რეალური ინფორმაციები და მასაც მოყავს წყაროდ იოზვიაკი და ასევე ახსენებს, რომ გაკეთდა ოფიციალური პირების მხრიდანაც შესაბამისი განცხადებები. მოვისმინოთ ეს ნაწილი. კაია კალასმა განაცხადა, რომ იყო უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც წავიდა სანქციების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მადლობა ამ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ რა ინფორმაცია ჰქონდა, მაგალითად ვიღოთ რუმინეთი, იგივე არის ერთ-ერთი ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან ხშირად ეყოდება ხოლმე ქართული მედია, ეს არის ბატონი ჟოზვიაკი, რომელმაც დაადასტურა რომ რუმინეთი იყო ერთ-ერთი ვინც წავიდა სანქციების წინააღმდეგ. თუმცა მე ნახეთ, რომ გუშინ პირველი რუმინეთი აიძულეს, რომ საწინააღმდეგო პოზიცია დაიფიქსირებინა, ეს არავის უგვირს. თქვენ ნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი რუმინეთში შეაცვლევინეს გადაწყვეტილება ერთ დღეში. გამოვიდა ბატონი მეთიუ მილერი, რომელმაც პრაქტიკულად მუქარი შემცველი განცხადება გააკეთა,
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, მან განაცხადა, რომ დაიშებოდა ყველა, ვინც დაუპირისპირდებოდა რუმინეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს და ეს გააკეთა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტში. მეორე დღეს ადგა საკონსტიტუციო სასამართლო ატრიალა საკუთარი გადაწყვეტილება და გაუქმა რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები. რუმინეთს რაც შეეხება თქვენმა კოლეგამ ბატონმა ჟოზუევმა, რომელსაც ხშირად ეკდომით ხოლმე და ყველა ეკდომა, დაადასტურა ეს ინფორმაცია რუმინეთთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ წინასწარ ნათქვამი ჟოზუევის მიერ და არა საბჭოს შემდეგ. არა, წინასწარ ნათქვამი იყო და არა საბჭოს შემდეგ. პირველი რუმინეთს გააკეთებინეს საპირისპირო განცხადებად. ნუ აქ აცდენა ქონდა პირველ რიგში რაც უნდა ვთქვათ ირაკლი კობახიძეს მამუკა მდინარაძესთან. მამუკა მდინარაძე ადასტურებდა, რომ იოზუიაქს პროგნოზი ქონდა ამასთან დაკავშირებით და წინასწარ გააკეთა განცხადება. ამ შემთხვევაში შემდეგ უკვე ჟურნალისტი შევიდა კამათში, რომ ეს იყო წინასწარ, თუმცა კობახიძე წარმოაჩენდა, რომ ეს იყო ამ პროცესების შემდეგ გაკეთებული განცხადება, თითქოს დადასტურებული ფაქტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუმინეთი არ შეუერთდა სანქციებს. და ნუ აქაც მოვისმინეთ, აღარ შევჩერდები იგივე შინაარსის განცხადება, რომ რუმინეთი არის სუსტი გარე გავლენების მიმართ და ასე შემდეგ. შემდეგი უკვე საინტერესოა შემოდის რუმინეთი გავიგეთ, რომ არის სუსტი და მას გარე ძალები მოერივნენ და შეაცვლევინეს გადაწყვეტილება თუ გავყვებით კობახიძის მსჯელობას. თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტებიც არ მოყავს, უბრალოდ ისიც ეყრდნობა იმას, რომ აი წარსულში იყო რაღაც ასეთი პროცესები, რაც კიდევ საკითხავია რა იყო იმ პროცესების საფუძვლები და რა სამართლებრივი გარემოებები არსებობდა. ეხლა ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს და არ არის მინიმუმ დღევანდელი საკითხი, თუმცა რამდენად რელევანტური არის ახლა აი ამ მაგალითების მოყვანა და აი ამ მაგალითებზე დაყრდნობით დასკვნების გამო რომ გუშინ სხვას ფიქრობდნენ და შემდეგ სხვა განაცხადეს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს კიდევ ცალკე საკითხი არის და ჯერი მიდგა უკვე ესპანეთზე და იტალიაზე, ხო? აი ამ შემთხვევაშიც ირაკლი კობახიძე ცალსახად ამბობს, რომ ეს ქვეყნებიც არიან გარე ძალების გავლენის ქვეშ, როდესაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამ ფონზე არავის უკვირს, რომ რუმინეთს გააკეთებინეს იმის საპირისპირო განცხადება, ვიდრე იყო მათი ქმედება საქართველოსთან მიმართებით. იგივე ეხება ესპანეთს და იტალიას, აქაც საჯარო წყაროებში, მსგავს წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იტალია და ესპანეთი უპირისპირდებოდნენ სანქციების იდეას და ამას დაემთხვა ჩვენი წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომელიც ძალიან სანდო და საიმედო ინფორმაციას ეყრდნობოდა, თუმცა ნახეთ, რომ ამასაც მოყვა ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები. ისინი ეხუებიან ახლა, როცა საგარეო საქმეთა მინისტრები წერენ, რომ დეზინფორმაცია თქვენ გავრცელეთ. ევროკავშირის სახელმწიფოებს ეს ქვეყნები დაუპირისპირდნენ წინააღმდეგობა გასწიეს, რომ ქვეყნის როგორ არ არის საინტერესო. ბატონო ირაკლი, ტვიტერზე თქვენს განცხადებას აწერია, რომ თქვენ მოიტყუეთ. და ლინკებია სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალური წერილები, რომ თქვენ არასწორად გამოიტანეთ ინფორმაცია. ამიტომ მინდა გკითხოთ, ნახეთ, თუ ეს ქვეყნები წინააღმდეგობას წერდნენ და დასანქცირების წინააღმდეგნი იყვნენ, ახლა საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდიან? კი, წნეხი განხორციელდა. ასეთი წნეხი თავად დაძლიეს, წინააღმდეგობა გაუწიეს და ახლა საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოდიან. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ესპანეთი, იტალია და რუმინეთი დღეს ამ განცხადებებით იტყუებიან. არ მინდა მე ასე ვთქვა, არ მინდა ვთქვა მაგრამ ამას რეალურად იყო წნეხი, რის გამოც მოუწიათ იმ პოზიციის უკან წაღება, რაც დააფიქსირეს საბჭოს. ფაქტი არის ის, რომ მათ დააფიქსირეს სანქციების საპირისპირო პოზიცია, კიდევ ერთხელ მადლობა მათ ქართული ხალხის ხარდაჭერისთვის, მერე მოუწიათ ამ გადაწყვეტილების სხვანაირად წარმოჩენა. არ ვიცი, ალბათ იშვიათი სიჯიუტე ჩანს აი ამ განცხადებაში, ბოლოსაც ამბობდა, რომ ფაქტი არის ის, რომ მათ დააფიქსირეს სხვა გადაწყვეტილება და შემდეგ მოუწიათ საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა. აი მინდა ორ დეტალზე გავამახვილო თქვენი ყურადღება, სადაც იყო შეკითხვა ჟურნალისტის მხრიდან, რომ როგორ ისინი წერენ პირდაპირ და თქვენს პოსტებზე დაწერეს, რომ დაიწერა, რომ თქვენ ცრუ ინფორმაცია გაავრცელეთ. პასუხი არის, რომ ეს აღარ არის საინტერესო და ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ალბათ შეამჩნევდით, რომ
აი ამ განცხადებებს შემდეგ მოყვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სპეკულაციებიო, აი ესე გვთავაზობს ირაკლი კობახიძე, ასეთ ვერსიას გვთავაზობს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სპეკულაციები არის მხოლოდ ის განცხადებები, ამით აიხსნება მხოლოდ ის განცხადებები, რაც ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან ოფიციალურ წერილობით განცხადებებში ვიხილეთ. კარგით, და ახლა მინდა გადავიდე ბოლოს ძალიან საინტერესო გარემოებაზე. როგორც მამუკა მდინარაძე, ასევე ირაკლი კობახიძე თავის განცხადებებში ახსენებდნენ კაია კალას როგორც წყაროს და ამბობდნენ, რომ სწორედ ევროკომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი იყო ის, ვინც საუბრობდა, რომ არა მხოლოდ უნგრეთმა და სლოვაკეთმა, არამედ სხვა სახელმწიფოებმაც დააფიქსირეს სანქციების წინააღმდეგ პოზიცია. ბუნებრივია, დავიწყე აი ამ ყველაფერზე ძიება, მოძიება ინფორმაციის და მალევე აღმოვაჩინე ჩემი კოლეგის თამარ ნუცუბიძის Facebook პოსტი, რომელიც არ ვიცი, ალბათ იცნობს საზოგადოება საკმაოდ კარგად, წლებია მუშაობს ბრიუსელში, ის იყო ჩემი კოლეგა რუსთავიორზე მუშაობის დროს და ამჯერად ისიც არის როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი ბრიუსელში და განაგრძობს მუშაობას და თამარ ნუცუბიძემ გაავრცელა ოფიციალური ლინკი და დაურთო ამონარიდები კაია კალასის პრესკონფერენციიდან, რომელიც გაიმართა სწორედ აი ამ შეხვედრის შემდეგ. მე გაჩვენებთ ამას ვიზუალურად და შეგიძლიათ რომ თავად შეადაროთ თარგმანი და მოკლედ რომ ვთქვათ, წაიკითხეთ ეს განცხადება და დადასტურდება ნამდვილად რომ რაზეც საუბრობ ეს არის. ამ განცხადებებში ჩანს ერთი ის რომ საუბარია სულისკვეთებაზე, რომ აუცილებელი არის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებზე თუ როგორ გაგრძელდება მუშაობა სანქციებთან მიმართებით, ის ამბობს, რომ ეს სამუშაო გასაგრძელებელია და საუბრობს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება პირველ ნაბიჯს და დიპლომატიური პასპორტის მქონეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე და შემდეგ უკვე კითხვები შემოდის უშუალოდ სანქციების მოწინააღმდეგეებთან მიმართებით. აქ ჟურნალისტის კითხვაშიც მხოლოდ ნახსენები არის უნგრეთი და პასუხებშიც მხოლოდ ნახსენები არის კაია კალასის მხრიდან უნგრეთი. სხვა არც ერთ სახელმწიფოზე, არა თუ კონკრეტულად რომელიმე სახელმწიფოს დასახელებით, არამედ ზოგადად არც ერთი ფრაზა არ არის კალასის პრესკონფერენციის დროს, რომ რომელიმე სახელმწიფო კიდევ წავიდა წინააღმდეგი გარდა სლოვაკეთისა და უნგრეთისა. არც ერთი არ არის დასახელებული, არც კონკრეტულად და არც ზოგადად. არ ვიცი, ეს ინფორმაციაც ცხადყოფს კიდევ უფრო მძიმე გარემოებას, რომ ერთის მხრივ ქართული ოცნების ლიდერებმა შემოგთავაზეს თავისი ვერსია თუ როგორ აღმოჩნდნენ აი ამ მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ უხერხულობაში და გვითხრეს რომ ეს უხერხულობა თავად კი არ შექმნეს ან შეგნებულად ან არაზუსტ და ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მათ მიიღეს, არამედ შემოგთავაზეს ვერსია, რომ პირიქით სხვა სახელმწიფოები სწორედაც რომ ამ აზრზე იყვნენ, მაგრამ მათ მოუწიათ გადაწყვეტილებების შეცვლა და სხვანაირად წარმოჩენა და თავის წინააღმდეგ წავიდნენ, აი ამის გარდა აღმოჩნდა, რომ ის წყაროებიც, რომელსაც თავად ეყრდნობიან ერთის მხრივ ჟურნალისტი, რომლის წინასწარ პროგნოზებზე იყო საუბარი და ეს წინასწარ პროგნოზები შემდეგ გაკეთებულ განცხადებად და უკვე ფაქტის შეფასებად წარმოჩინდა და ინფორმაციის გავრცელებად წარმოჩინდა უკვე დამდგარი ფაქტების შემდეგ, ასევე მათ მოიშველიეს კალასის განცხადებები, რომლებიც როგორც აღმოჩნდა, იმ შინაარსის არ იყო,
როგორცაც ქართული ოცნების ლიდერები გვთავაზობენ, ყოველ შემთხვევაში აი ამას ცხადყოფს ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც დატანილი არის ლინკზე და იქ სრულად არის გაშიფრული მთელი პრესკონფერენცია, არა მხოლოდ საქართველოს ირგვლივ, არამედ სირიის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების ირგვლივ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვები. სულ ეს არის, დასკვნებს თავად გამოიტანთ, იმედია დაგეხმარეთ იმაში, რომ ერთგვარი მარტივი ნავიგაცია მოახდინოთ აი ამ მეთოდების მიმართ, რომელსაც იყენებენ პოლიტიკოსები, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების მთელი სტრატეგია გვაქვს აი აქ, თუ როგორ უნდა გამკლავებოდნენ მათთვის საკმაოდ უხერხულ კრიზისს, ფაქტობრივ მხილებას, რომ მათ გააკეთეს ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ან შეგნებულად არასწორი განცხადებები და ეს განცხადებები წინააღმდეგობაში მოვიდა უკვე ამ ქვეყნების საგარეო უწყებების განცხადებებთან. მადლობა რომ თვალს გვადევნებთ, იმედია რომ საინტერესო იყო დღევანდელი განხილვა თქვენთვის და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, ხარი დაგვიჭირეთ, გაავრცელეთ და შემოგვიერთდით შემდეგ ჯერზეც დაგემშვიდობებით.